კოალიცია სამართლიანობისთვის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ლიახვის ხეობის ჟურნალისტი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ნინო ჩიფჩიურის საკონკურსო ნამუშევარი დევნილთა დაბრუნების უფლებას და მათი განხორციელების პერსპექტივებს ეხებოდა. ის ნომინაციისთვის საუკეთესო სიუჟეტის ავტორი დევნილების უფლებების დაცვის სფეროში ფულადი ჯილდოებით და სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვეს. ჩემი სიუჟეტი ეხებოდა დევნილების უფლებების დაცვას. როცა მე დავიწყე ამ სიუჟეტზე მუშაობა, დევნილთა ჩასახლებებში გარკვეული გამოკითხვაც ვაწარმოე და აღმოჩნდა, რომ დევნილების გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი უფლებების შესახებ არ იცოდა. და მე ვფიქრობ, რომ ესეთი კონკურსები ზუსტად ხელს შეუწყობს დევნილთა უფლებების დაცვასაც და მათ ინფორმირებულობის გაზრდას. კონკურსში სულ 8 ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა თითოეულ მათგანს რამდენიმე ნამუშევარი ჰქონდა წარდგენილი. აქედან საუკეთესოები 3 ნომინაციაში გამოვლინდნენ. მათგან გამარჯვებულად ჟურნალის ლიახვის ხეობის რედაქტორი დასახელდა. კოალიცია სამართლიანობისათვის დღეს აჯილდოებს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, რომელიც ეწოდება დევნილების უფლებების განხილვას. ეს კონკურსი გამოცხადდა ივნისში და ჩვენი მიზანი იყო სტიმულაცია გავაკეთებინა ამ თემაზე უფრო მეტი ნამუშევრების შექმნისას. დაჯილდოების ცერემონიალი ორგანიზატორებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიუძღნეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება.